არ ჩანან პოლიციელები, არ ჩანს საგანი თუ რა ისროლა. ისინი უბრალოდ ცდილობენ არაფრისგან რამის გამოყვანა. ვალერისთან არ ჩანან პოლიციელები, არ ჩანს მიმართულება, რა მიმართულებითაც ვალერი ისვრის. არ ჩანს მიაღწია თუ არა ადრესაც, არ ჩანს საგანი თუ რა ისროლა და უფრო მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტმა ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ წარმოდგენილი ვიდეო მასალებით შეუძლებელია საგნის რაობის დადგენა, რამდენად არის იგი სახიფათო ვინმეს ჯანმრთელობისთვის, ვინმეს სიცოცხლისთვის, მით უმეტეს თუ ვერ დგინდება მისი სიმძიმე, მისი წონა, ვერ დგინდება გასროლის სიჩქარე და ვერ დგინდება სამიზნესა და გამსროლელს შორის დისტანცია კიდევ ერთხელ. კრისტინა! მოდი შექმნეო, სავარაუდოდ სწორედ ანდროა ადრესატი მუქარების რომ მას დააკავებდნენ, დაიჭერდნენ სიტყვიერი შეურაცხყოფის, თავდასხმის, ეს ყველაფერი ამას ჩადიან პოლიციელები და ჩადიან ანდროს წინააღმდეგ. ანდრო რეალურად აქ არის ერთმნიშვნელოვნად ცხვირპლი და არა დამნაშავე. ეს წარმოდგენილ ვიდეოში არ ჩანს პოლიციელი, არ ჩანს როგორ ხდება პოლიციელს, არ არსებობს კონკრეტული პოლიციელი, ვინც დაზიანდა ანდროს მოქმედების შედეგად. ისევე როგორც ყველა ვიდეო შემთხვევაში, ანდროს შემთხვევაში, როცა ექსპერტი ამბობს, რომ მე არ შემიძლია დავასახელო რა არის საგანი, მე არ შემიძლია განსაზღვრო და არავის შეუძლია განსაზღვროს საგნის რაობა, მე იურის მით უმეტეს მოკლებული ვარ შესაძლებლობას თქვა რა საგანია და რა არის. ლუკა ჯაბუას შემთხვევაში გამოყენებულ ვიდეოზე ფიზიკურად შეუძლებელია ისვრის თუ არა რაიმეს იმის დადგენა. შესაძლებელია მხოლოდ მექანიკური მოქმედების აღქმა წარმოდგენილი გრაფიკული სურათიდან გამომდინარე. ისინი უბრალოდ ცდილობენ არაფრისგან რამის გამოყვანას. ეს არის ლუკას ვიდეო კიდევ ერთი ფანტასტიკური მაგალითი ამისა, იმიტომ რომ შეუძლებელია იმის დადგენა, არის თუ არა საგანი, არის თუ არა საერთოდ ეს საშიში ჯანმრთელობისთვის, არის თუ არა ეს ვარგისი ვინმესთვის საფრთხის და რისკის შესაქმნელად. გურიკოს ვიდეო ალბათ არის საპრეზენტაციოდ ერთ-ერთი ყველაზე კარგი, რამდენად კომიკურ ტრაგიკული მდგომარეობა აქვს პროკურატურას. აქ ჩვენ გვაქვს ჯადოსნური ქვა, რომლითაც იხსნება პრინციპში ვიდეო. არ ვიცით, როდის არის გადაღებული, რა კავშირი აქვს ურამირწყულავასთან, საერთოდ ჭიჭინაძის ქუჩაზეა გადაღებული თუ არა. შემდეგ წყდება კადრი, ჩანს გურიკო საქართველოს დიდი დროშით ხელში, მშვიდად მდგომი და ამის შემდეგ ბოლო ნაწილი არის ძის დავარდნილ გაურკვეველი საგნის ღმერთმა იცის რა აღება და სროლა აშკარად კამერისგან დიდი დახრის კუთხით, რაც ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ პოლიციის მიმართულებითაც კი არ მიდის ეს ყველაფერი. ონისე ცხადაძის ვიდეოზე ვსაუბრობთ, აქ არ ვიცი, ონისე საკუთარი თავის დაზიანების თვის თუ უყონებენ ბრალს, ეს კიდე შეიძლება რაღაც ისეთი რაციონალური ყოფილიყო, იმიტომ რომ მაქსიმუმ რასაც აქ ხედავთ ისე რომ ონისე ფეხში ირყავს გარკვეულ საგანს და მადლობა პროკურატურას, რომ ზრუნავენ ონისეზე, მაგრამ სამწუხაროდ ეს ის დანაშაული არ არის, რომლის გამოც უკვე მეშვიდე თვეა ციხეში. სავარაუდოდ აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცარიელი პლასმასის 0.5 მილilitrიანი ბოთლია ამოყენებული, რაც გახდა ონისეს დაკავების წინაპირობა. სივაკოვთან დაკავშირებითაც კადრის უდიდესი ნაწილი არის პრინციპში აბსტრაქტული და საერთო კადრი, ამის მერე ვნახულობთ თვითონ რუსლან სივაკოვს, რომელიც ხელებს იწმენს და პროკურატურამ დაუშვა და წარმოიდგინა, რომ ხელებს ადამიანები მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენების შემდეგ იწმენდნენ. ეს არის მაქსიმალური ლოგიკა, რასაც ისინი გვთავაზობენ. თუმცა თქვა, სივაკოვთან დაკავშირებით სხვა ვიდეოებში როგორ აზიანებს? არ შეიძლება ერთი მტკიცებულების გამოკვლევისას ჩვენ ვამბობდეთ იმაზე, რომ რაც ეხლა ვერ გაჩვენეთ, გაჩვენებთ სხვა ვიდეო მტკიცებულებს. გავსად სხვა ბიჭების შემთხვევაში, ჯანოარჩაიას შემთხვევაში, არ ჩანს ჯანოარჩაიას მიერ რაიმეს გასროლა საერთოდ, არ ჩანს საგანი, არ ჩანს მისი რაობა, ისიც კი არ ჩანს გაისროლა თუ არა ნამდვილად რამე ჯანოარჩაიამ. იმ ნაწილში, სადაც სავარაუდოდ გიატერიშვილი უნდა ჩდებოდეს ყოველ შემთხვევაში ბრალდების მტკიცებით, აქაც ერთმნიშვნელოვანი და ცალსახაა, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, ისვრის თუ არა ბატონი გია რაიმეს ვინმეს მემართულებით და არის თუ არა ეს მძიმე საგანი. არის თუ არა ეს საგანი, რომელიც საერთოდ პოლიციის მემართულებით არის გასროლილი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არც ერთი პოლიციელი არც ერთ კადრში არ ჩანს. შესაბამისად შეუძლებელია რაიმე მსგავსის დადგენა. დღევანდელ სხდომაზე მოვისმინეთ განმარტება, რომ თითქოს წყლის ჭავლი ჩანს
კადრში წყლის ჭავლის დისტანცია რა, დისტანციიდან შეიძლება ისროდეს უпростоრად იდგეს წყლის ჭავლის მანქანა და დგას თუ არა ვინმე ვის გვერდით პოლიციელი ვინ შეიძლება დაზიანებულიყო, უნებრივია ვარაუდია და არა უმეტეს, მას არანაირი არგუმენტი, არანაირი მტკიცებულება ზურგს არ უმატებს. ვიდეო მასალით არათუ ჯგუფური, არათუ ორგანიზებული, არამედ საერთოდ სისხლის ამოთლის დანაშაული არ დასტურდება. დღეს პროკურატურამ განმარტა და თქვა ესეთი რამე, რომ ამ ვიდეოებით მტკიცდება მათი ნეგატიური დამოკიდებულება პოლიციის მიმართ. ეს არის მათი მაქსიმუმი.